პირველი აფეთქება რომ და ვიჯექის გამზე და სკამიანად გამისროლა უკან და მეგონა მიწის რო იყო ხა ვერ მოიფიქრებდი რომ ჩამოიშლებოდა რაღაც და რო გავხედე მე უცბად ჩამოიშალა ეს კედელი რა და მე დადგა მაღაზიაში სუნი გაზის და ისეთი საგრძნობლად იყო ეს სუნი რომ ძალიან მძაფრად იყო რა და 112-საც უთხარით 114-საც უთხარით მე და ლაშა ვიყავით და ორივე მუთხარით მაგრამ აღმოფხრილიაო ეს პრობლემაო ესე გითხრეს რა და მაღაზიაში ვერ გავჩერდი ფიზიკურად და დავკეტე და გამოვედი რა ფაქტია რომ დაგვენგრა ყველაფერი თავზე და არ იყო აღმოფხრილი ეს პრობლემა და აი ამ ქაოსში ასე ვთქვათ რაღაცნაირად გამოვაკვლიეთ გაზის თანამშრომლები რომ შეგვეშინდა სადმე ხომ არ იყო კიდე დაფიქსირა არ ვიცოდით რეალურად მიზეზი რა იყო არავინ არ იცოდა იმიტომ რომ უკვე იყო მეორებითი აფეთქება და დეტექტორით რომ გადავამოწმებინეთ გაზის თანამშრომლებს აღმოჩნდა რომ ჩვენ საცხოვრებელ სახლშიც სადარბაზოში იყო ასე ვთქვათ ანუ დეტექტორის რეაქცია რომ იქ იყო გაჟონვა გაგვითიშეს გაზი ინდივიდუალურად ნუ ამ წუთამდე ასე ვთქვათ ველოდებით რომ მოვლენ გაზის წარმომადგენლები გაგვარკვევენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს მოსახლეობას რომ ეს შიში მალევე გაგვიხარწყლოთ და იყოს ძირეული პრობლემა ნაპოვნი რაც შეიძლება მალე აღნიშნული ფაქტის დათვალიერებას ვერ ვახერხებთ იქიდან გამომდინარე რომ ჩამონგრეულია ფაქტი და ვიზუალურად მათი დათვალიერება შეუძლებელია შესაბამისად ვერსიები ჯერჯერობით არ გვაქვს რა შეიძლება იყოს მიზეზი და რა შეიძლება მომხდარიყო მისამართი